გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ თუ საუბრობთ ყველაფერად ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწევები და თემები საჯარო ჩვენ საუბრობთ ყველაფერზე მოგესალმებით რადიო მსმენელებო უკვე შესრულდა 15 საათი და 10 წუთი რაც იმას ნიშნავს რომ ეთერშია თოქ-შოუ გრიფით საჯარო და მის დღევანდელი გამოშვების წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბიშვილი გუშინ უკვე ისტორიული პროცესი ალბათ დასრულდა ქუთაისში როგორც იქნა შეიქმნა შვიდკაციანი კომისია რომელმაც ქუთაისის მერი უნდა შეარჩიოს შემდეგ კი უკვე საკრებულო მას მხარი უნდა დაუჭიროს და დანიშნოს ამ კომისიის შემადგენლობა ცოტა ისეთია ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის რა არ ვიცი რატომღაც მეიმება მაგრამ ალბათ ეს ჩემს სუბიექტური დამოკიდებულება გარდა იმისა რომ სამი საკრებულოს წარმომადგენელი არის ორი ფრაქცია პატრიოტები და ერთი ქართული ოცნება 4 ადგილი ერგო არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც წარსულში ბევრი მათგანი ყოფილი საჯარო მოხელეა მე დღეს სტუდიაში მოვიწვიე კომისიის ორი წევრი ეს არის ბატონი ზურაბ ხურციძე არასამთავრობო ორგანიზაცია საჩინოს ხელმძღვანელი მე მოვიწვიე ასევე ბატონი მამუკა მუხდელაძე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე და სტუდიაში მოვიწვიე ასევე ქალბატონი მანაგაძე დედათა და ბავშვთა ლიგა რომელსაც ჩემსავით მე როგორც ჟურნალისტი შეტანილი მქონდა განაცხადი რომ რატომღაც კომისიის წევრი ყოფილიყავი ქალბატონმა მანამ შეიტანა ეთქო უარი ეხლა განვიხილავთ ჯერ რატომ დაგვიანდა მოდი პირველი მაინტერესებს რატომ გაჭიანურდა იმიტომ რომ შეიძლება ინფორმაცია რომ რეალურად ქალაქს არ მოეპოვებოდა კანდიდატურა რომელიც ქუთაისის მერი შეიძლება ყოფილიყო გაჭიანურდა ამის გამო იქნებ დავიწყოთ ბატონმა მამუკა თქვენგან რატომ დაგვიანდა კომისიის შექმნა ამდენი ხანი ეხლა კიდე ორკვირიანი პროცედურა იქნება შემდეგ უკვე შესაბამისი ნაბიჯები გადასადგმელი და ფაქტიურად ალბათ ერთი თვის თავზე გვეყოლება ქუთაისში მერი მე რამდენი უკვე აღარ არის საკითხავი მაგრამ მაინც მოგესალმებით სარგებლობ შემთხვევით და ორმაისობის ძალიან რამას დღეს სასწაულს ულოცავთ თქვენს მსმენელს და მინდა საუკეთესო სურვილებიც მოვაყოლო ამ
პირველიდან 10 დღე უფრო ადვილი ასათვლელია და 10 დღეში ანუ 10 რიცხვში არის ბოლო ვადა და ამ ლოგიკით კომისია რატომ გახდა გაელოდა პირველ იყო ალბათ რაღაც პროცედურული საკითხები მინდა გითხრათ რომ ეს კლიანად თავმჯდომარის პრეროგატივა იყო ანუ თავმჯდომარის უნდა შეერჩია კომისია და თავმჯდომარისთან შევიდა განცხადებები მე როგორც ვიცი და თავმჯდომარემ თავის თავზე აიღო კომისიის შემადგენლობის შერჩევა ის საკრებულოს თავმჯდომარე არ გახლავთ ამ შემთხვევაში იყო კომისიის თავმჯდომარეც რომელიც საკრებულოზე განისაზღვრა საკრებულოს ბოლოს წინასხდომაზე ის დამტკიცდა როგორც კომისიის თავმჯდომარე. როგორ ფიქრობთ კომისიის წევრების შერჩევისას დაირღვა თუ არა კანონი პრინციპი ის რასაც ითვალისწინებს კანონი არ დაირღვა იმიტომ რომ ჩამონათვალია შემადგენლობა და მასში საკრებულოს წევრებზე არის საუბარი. ნუ ეხა თქვენ როგორ მოხდით? მე გეტყვით რომ ეხა რა თქმა უნდა ყველასგან იქნება არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მე პირადად შევიტყვე საკრებულოს თავმჯდომარიდან ანუ როგორც კომისია ხა ასევე კომისიის თავმჯდომარიდან რომ მე ვარ კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დასახელებული ამ კომისიაში მე ვაპირებ რომ მიუკერძოებლად და ყოველგვარი კანონის ფარგლებში ვიყო ამ კომისიაში ჩართული და გავაკეთო ჩემი საქმე. კომისიის წევრების შერჩევაში მე არ ვღებულობდი მონაწილეობას არ იყო ეს კანონით ჩემზე მონიჭებული უფლება და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი იყო მსურველი ხა მე ვიცი რომ ბევრიც განაწყენდებოდა ამ ნაწილში იქნება პრეტენზიებიც მაგრამ თავარი არის რომ რასაც ქვია მერის შერჩევა და პროფესიონალიზმის ნიშნით და რაღაც სხვა ნიშნებით მოხდეს შერჩევა და მე ამ ნაწილში ჩემს ქმედებებზე პირადად ჩემს ქმედებებზე პასუხს ვაგებ რომ მერის შერჩევა პროფესიონალური ნიშნებით კომისია იმუშავებს ისე როგორც უნდა იმუშავოს კომისია თუ რომელიმე კომისიის წევრი ამ უფლება-მოსილებას გადაცდება და რაღაც მიკერძოებულობას ექნება ადგილი მე პირადად ამ თემებს აუცილებლად გავასაჯაროვებ და არ ვაპირებ რაღაც ვიწრო ინტერესებით მიუდგე ამ საკითხს არ ვაპირებ რაღაც მიკერძოებულობაზე საუბარი და ვიწრო ინტერესებზე როგორ ფიქრობთ
თქვენ როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ შემთხვევაში რამდენად იქნებით მიუკერძოებელი, რამდენად იქნებით აპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. მე რატომღაც ალბათ ჩემს სუბიექტური მოსაზრება მინდა რომ გავაჟღერო, თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ მაგათად რომელიმე კანდიდატზე მიღებულია რაიმე დირექტივა, მე ახლა ვეგეთქვი, რომ არავის არა რაიმე დირექტივა, თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ ქართული ოცნებიდან გაჟღერდა რამდენიმე კანდიდატურა მართლაც გაჟღერდა და ახლა რო ყოფილიყო რო იყოს საუბარი ქართული ოცნებიდან მხოლოდ ერთ კანდიდატზე და იყოს მithმა მოთქმა რომ აი ამაზე არის გადაწყვეტილი და კონკურსი ტყუილად ტარდება ამას ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენდა მეც და პარტიასაც, ხო? რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გარდა შეიძლება იყოს სხვა დამოუკიდებელი, ვიცი რომ რამდენიმე საქსურული კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართულ ოცნებას და ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, რომ ვის ექნება ყველაზე მეტი შანსი, ვინც იქნება ასე რომ ვთქვათ, ყველაზე პროფესიონალი, ისე რომ ვთქვათ, პოპულარული სიტყვით მეურნეომერი, რომელიც დღეს ძალიან ჭირდება ქუთაისს, მის ინფრასტრუქტურას, იმ პროგრამებს, რომელიც არნახული მასშტაბით მოდის ქუთაისში, შეირჩევა მერი პროფესიონალური ნიშნით და ახლა თუ თქვენ ალბათ ვერ უარყოფთ იმას, რომ ერთი კანდიდატურაზე არა საუბარი, არის ძალიან ბევრზე, რომლებიც მოდის მათგან ნახევარი მაინც მოდის ქართული ოცნების რეკომენდირებით, მაგრამ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ რა. აი მე მინდა რომ კომისიის მარტო არა ვარ საბედნიეროდ და მიხარია რომ ბატონი ზურა რომელიც შეკითხვა ბატონო ზურა თქვენ ხართ არასამთავრობო ორგანიზაციის შემქმნელი წარმომადგენელი, რომელსაც ყოველთვის გიჩნდებოდა პროტესტი, არასდროს არ იყავით მისაღები მსგავსი კონკურსების წევრების შემადგენლობაში ყოფილიყავით, ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდით. მე მახსოვს თქვენი ბოლო გაცხარებაც ეს ეხება როდესაც იმერეთის გუბერნატორმა შექმნა საბჭო და თქვენ იქაც გქონდათ გარკვეული პროტესტი. როგორ მოხდა რომ აქ თქვენი შერჩევა მოხდა სხვა არასამთავრობოებთან მიმართებაში, ანუ არის რაიმე გარიგება ვინმესთვის აუცილებელი იყო თქვენი ხმა იქ თუ როგორ მოხდა? ყოველთვის იდევნებოდით ეს სიტუაციებიდან და ყოველთვის იყავით არ მიყვარს ამ სიტყვის ხშირად
კარგად გამოყენება, მაგრამ ისეთი დაჩაგრული არასამთავრობო ორგანიზაცია იყავით და რა მოხდა? მართლა უმეტესობას მიულოცავთ საქართველოს დაჩაგრულ პოზიციაში ვიყავით, თუმცა თავს არ ვიჩაგრავდი არასოდეს და დევნილად ნამდვილად ვერ ვზნობდი თავს, იმიტომ რომ სხვა დევნილი ასეთ მომენტში შესაძლებოდა. ხო, მაგრამ იმ პროცესებს აკლდებოდით, რომ კი ბატონო, ყოველთვის ვიყავით კრიტიკული, თუმცა გვერდის აბლა შეიძლება არ მოხერხდეთ და იქიდან გამომდინარე, რომ ის პროცესები რაც დაიწყო და რაც გავითარდა თავიდან მეხუთე თვეა უკვე ჩვენ დავიწყეთ და ბოლომდე ჩავყევით და შეიძლება ესეც ერთ-ერთი ფაქტორი, რომ გაითვალისწინեն ის სამსახურება, რაც კი ჰქონდა ტკივილმა სიმწარემ თოლმა გადაიარა ჩვენზე და გამოდის ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მოხვდით კომისიაში. თუმცა რამდენად მართული ვიქნები კომისიაში ეს მეორე მხარეა და ალბათ თვითონ კომისიის ყველა წევრმა იცის, რომ მართული ნამდვილად ვიქნები, რაც არის რა ნიშნით შეირჩეთ თქვენ? აი რომ დაუშვათ ჩვენ გვყავს სტუდიაში ქალბატონი მანანა, თქვენ ერთად ხედავდით სულ და ხედავთ ახლაც ხართ თანამებრძოლები არასამთავრობო სექტორი მხედველობაში. რა პრინციპით მოხდა არჩევა, რატომ თქვენ და არა ქალბატონი მანანა? ერთი არის კიდე ის დოკუმენტაცია ძალიან ბევრი, რაც კონკურსდება, გამოცდილება, რაც კონკურსდება, ეს მამუკამაცის სხვადასხვა გავს კონკურსებში ძალიან სერიოზული გამოცდილება გამაჩნია. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მე ყოფილიყავი კომისიაში, იმიტომ გამოცდილება კონკურსის ჩატარების დროს აუცილებელია, მხოლოდ რაღაც კონკრეტულ თემაზე, რომ ადამიანი პროფესიონალი იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკურსში რაღაც სხვა ბევრი რაღაცა არის ესეთი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრები და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი გამაჩნდა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მე მოხვდი. ასე რომ დევნილი არა ვარ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი რეკომენდაცია და ჩემი შეხედულებები დაკომპლექტა კომისიამ მე სულ სხვა პირდაპირ კომისიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში საკრებულოს პირველი პირი მყავს ხედველობაში თამაზ მარგველაშვილმა მიიღო თქვენზეც ერთ პიროვნული გადაწყვეტილება თუ განცხადებით მიმართეთ? მე ცოტა
ეს განცხადებით მიუმართე მეგონა დამჭირდებოდა თუმცა მითხრე რომ განცხადების გარეშე კომისიაში ვერ მოხვდები დავწერე განცხადება ოფიციალურად ტიტულიან ფუნქციაზე და მივაკვირდი კომისიის თავმჯდომარეს თუმცა გამიგვერდენ თუ კომისია დებულება და კანონი არ თხოვლობს განცხადების მიმართებას კომისიის თავმჯდომარეს თვითონ შეუძლია თავისი შეხედულებით განცხადების გარეშეც ფაქტურად დაენიშნა წევრები თუმცა რამოდენიმე რახან დააწერა განცხადება და ოფიციალური მიმართვების წავიდა და შემდეგ მითხრა რომ ბარემ თქვენს დაწერეთ რომ რახან სხვებია რომ სალაბარა გვარიყოს და განცხადება რამდენად გაქვთ თქვენს მსგავსი გამოცდილება რა გამოცდილებაზე საუბრობდა ბატონი ზურაბი როგორ უყურებთ მიიღოთ თუ არა მიკერძოებული განწყობილება საგრებულოს თავმჯდომარე და რა შემადგენლობით აკომპლექტდა კომისია მოგესალმებით ორმაისობას მიულოთ ქუთაისლებს და ვისურვებდი რომ ყოველი მომავალი ორმაისობა ყოფილიყოს მართლაც ჭეშმარიტად საზეიმო განწყობა და მას არ ქონოდა მხოლოდ სავალდებულო ხასიათი საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე იმას რომ სტუდიამდე მომეწია ერთხელ კიდევ დავწმუნდი რომ აშკარად იგრძნობა რომ ამ ქალაქს ნამდვილად ჭირდება პატრონი ნამდვილად ჭირდება დროულად ქალაქს მერი რომელიც მიხედავს მას და აკრძალა სახალხო არა სახალხო დღესასწაულების აკრძალვაზე არ არის აქ მოწესრიგებაზეა საუბარი და ქაოსი არ უნდა იყოს ქალაქში დღესასწაული იმას ნიშნავს რომ მე და თქვენ მოვახერხოთ როგორღაც დანიშნულ ადგილზე მისვლა რა შეიძლება კომისიას იქიდან დავიწყებ რომ მართლაც ძალიან გაჭიანურდა ამ კომისიის დაკომპლექტება თითქმის 3 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარე და მიმაჩნია რომ ნამდვილად არ გვაქვს დასაკარგი დრო ეს ქალაქში აშკარად იგრძნობა რაც შეიძლება დროულად უნდა მომხდარიყო და აი რაც შეიძლება მაქსიმალურად აი კონიურულ ვადებში დაკომპლექტებულიყო კომისიაც გამოცხადებულიყო კონკურსის და არჩეულიყო ადამიანიც რომელიც ამ ქალაქის მერი იქნებოდა და რომელსაც ექნებოდა სათანადო გამოცდილება და ეს უკვე მომავლის საკითხია და მე იმეც გამოთქვა რომ სწორედ ასეთი ადამიანი იქნება წარმოდგენილი კომისიის მიერ არჩეული და შეიძლება თქვენ შეკითხვას რომ მე ვერ მოხვდი ამ კომისიაში მე კიდე სწორებდი იმას რომ მე ნამდვილად მქონდა სურვილი რომ
ვიყავი აი ამ კომისიის წევრი. მე ვთვლი რომ ჩემი წარსული, ჩემი გამოცდილება, ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობა, ჩემი კომპეტენცია განათლება მაძლევდა იმის საშუალებას, რომ განმეცხადებია პრეტენზია მონაწილეობა მიიღო ისეთ საპასუხისმგებლო საკითხის გადაწყვეტაში, როგორიც არის ქალაქის მერის არჩევა. და არა მხოლოდ ქალაქის მერის არჩევა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის ერთჯერადი კომისია, ეს არის მუდმივ მოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისია, რომლის გადაწყვეტილებებზე ფაქტიურად ხეიდან ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ ქალაქში, როგორც არის მართება პროცესი, როგორც არის მართება საკადრო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ამ კომისია მესახე. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა გაუსვა ხაზი, რომ ამ კომისიის წევრობა არის არა პატივი, არამედ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. და მე იმეც გამოვთქვა, რომ არჩევანი, რომელიც გაკეთდა, არის სწორი. მე არავის კომპეტენციაში არ მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი, არავის პასუხისმგებლობის გრძნობაში არ მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი, თუმცა მე პირადად ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე იმდენი რამ გადავიტანე ბატონ ზურაბთან ერთად საზოგადოებას ნამდვილად არ გაუკვირდებოდა, თუ კი ჩემს გვარდასახელს იხილავდა აი ამ კომისიის შემადგენლობაში. მე დარწმუნებული ვარ. თუმცა აუცილებელი არ არის იყო კომისიის წევრი იმისათვის, რომ პროცესების ობიექტურობაზე ჰქონდეს პრეტენზია. ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ყველაფრის მონიტორინგი და მათ შორის პრეტენზია გვექნება კომისიის ობიექტურად საქმიანობის მონიტორინგზე და მე იმეც გამოვთქვა, რომ საშემოდგომო და ზამთრის სამოქალაქო აქტივობებიდან არ მოგვიწევს გადანაცვლება საზაფხულო აქტივობებში. ყველაფერი ძალიან ობიექტურად და ყველაფერი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით არის მართება აი ამ კომისიის. როდესაც გონივრულ ვადაში შესაქმნელ კომისიაზე საუბრობთ, ქალბატონო მან ფიქრობ თუ არა, რომ მე გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნე, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამ დრომდე ეს აზრი მოსირებს, რომ იმის გამო გადაიწია კომისიის დაკომპლექტება და ზოგადად კონკურსის გამოცხადება ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომ არ იყო კანდიდატურა შერჩეული. და უკვე წინასწარ არის ცნობილი, ვინ იქნება ქუთაისის მერი. და კონკურს არ აქვს მნიშვნელობა. ამ წუთში ინფორმაცია, რომ წინასწარ იყოს ცნობილი და მე ძალიან არ მინდა, რომ ასე ვიფიქრო. თუ კი ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ დემოკრატიაზე, თუ კი ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ თვითმმართველობაზე და მით უფრო დაგეგმილ რეფორმაზე თვითმმართველობაში, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად
კარგავს საერთოდ აზერს კომისიაც და კონკურსიც. თუ კი დირექტივა უნდა წამოვიდეთ სადღაციდან და ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ქალაქის მერი უნდა იყოს ეს თუ ის, ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს, ეს არის მოჩვენებით, ეს არის ფარსი და მაშინ მით უფრო მე პირიქით მადლობელი ვიქნები თუ კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, რომ მე მისი მონაწილე არ გავხდი. მაგრამ ასე არ ვფიქრობ, ნანა. სამწუხაროდ მავანი ძალიან ხშირად სპეკულირებენ ვიღაცის სახელით, რომ სადღაც თითქოს არ არის გადაწყვეტილება მიღებული, ვიღაცას თითქოს ვიღაც არ აქვს შერჩეული და არ არის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მე ვიცი არაერთხელ მომისმენია პრემიერის განცხადება, რომ ის არ ერევა შეგნებულად ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებში. მე არ მინდა შეურაცხყოფილად ვიკრუცნო თავი და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და ამ სიტყვების მიღმა დგას აბსოლუტურად სხვა ქმედებები და მინდა ვიყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის თავისუფლება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გააჩნდეს კანონის შესაბამისად, რომ ამ შემთხვევაში საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადასაწყვეტი უნდა იყოს რეალურად ვინ იქნება ქალაქის მერი და შემდეგ უნდა დაამტკიცოს საკრებულო, ეს იქნება რეალობა, ეს იქნება სინამდვილე და ჩვენ არაფერი გვექნება საერთო იმ მითქმა მოთქმასაც, რომელიც გეთანხმებით უკვე არათუ კვირები და დღეები, თვეები არ წყდება ამ ქალაქში. ეთერში რეკლამის დროა, გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ დავუბრუნდებით ყველა იმ კონკურსს, რომელიც ქუთაისის წინა წლებში ჩატარებულა, ამოუტანა კონკურსებმა რეორგანიზება, ვინ განიხილება ქუთაისის მერის თანამდებობაზე და ყველაზე მთავარი რა იგეგმება ახალი მერის მოსვლის შემდეგ და რისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობა. თქვენი ობს გამრავლებების თვისებას არ გჯერა 24/10/69 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ სიახლეს. სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები ახლენებარე სახლში. ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე კვადრატული მეტრი $360 შეიძინებინა დღე და ესარგებლეს 3 წლიანი უპროცენტო განმავლობით და გვიკავშირდით ტელეფონზე 0821 22 სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ითამაშე ლოტო დღეს და მოიგე
სჭირდებათ. მარტივად და დაბალ პროცენტში. გირაოდ კი მხოლოდ ავტომობილის ჩადება შეგიძლიათ. მიდიხართ ჯეოკალისში, წერეთლის ხუთში, ქარვასლის პირდაპირ. შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. არც დასხება, არც მობილის გადაფორმება, ტარების უფლებაც კი ინარჩუნდებათ. 1 საათიც და ფულით ნია. 6%. ყველაზე დაბალი განაკვეთი ბაზარზე. მაგარი არა. ჯეოკაპიტალი. აისი. წერეთლის ხუთი. ან ზუსტად 19. ტელეფონი 26 70 70. ჯეოკაპიტალი. სესხი ხოთ ავტომობილით. სიახლე კასტელ ჯორჯიასგან პირველად ქართული ლუდი ბაზარზე ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. არაფერი შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. კასტელ ჯორჯია ძველი ქალაქის დღის გენერალური სპონსორი. სლოტ კაზინო კრისტალბეთი გთავაზობთ გრანდიოზულ გასს, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 ლარს. აქ გეძლევა შანსი მოიგოთ Subaru XV. ყოველ შაბათს თამაშდება 2,000 ლარი და ავტომობილის გასათამაშებელი 12 ცალი ბილეთი. წარმოგიდგენ თანამედროვე სათამაშო აპარატებს და ყოველდღიურ გარანტირებულ 500 ლარიან და 1000 ლარიან ჯეკპოტ. თან ფუნქციონირებს ტოტალიზატორი კრისტალბეთი, მაქსიმალური კოეფიციენტები და კომბინაციების დიდი არჩევანით. სლოტ კაზინო კრისტალბეთი. პულის დაზოგვის მიზნით რეკლამაზე უარის თქმა იგივე რაც საათის გაჩერების მიზნით 24/10/79 ძველი ქალაქის სარეკლამო საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ თუმილს საუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენს ხორავლენას ახდენს ერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო საუბრობთ ყველაფერზე გრძელდება ჩვენი გადაცემა ეთერშია თოქ-შოუ გრიფით საჯარო ჩემი სტუმრები არიან
არის სამთავრობო ორგანიზაცია საჩინოს ხელმძღვანელი ბატონ ზურაბ ხურციძე, ასევე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კინეღო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და ასევე ქალბატონი მანაგაძე დედათა და ბავშვთა ლიგის ხელმძღვანელი. მე გადაცემის პირველ ბლოკში ვიდრე სარეკლამო პაუზა იქნებოდა, მანამდე გავაკეთე ისეთი შესავალი, თუ რაზე გვექნებოდა საუბარი, ეს ეხება კონკურსებს. მე მაინტერესებს საკმაოდ აქტიური ადამიანები ხარ ჩართული ქუთაისის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენი კონკურსი გახსოვთ? მე პირადად მახსოვს საჯარო სივრცეში გადატანილი კონკურსი, სადაც ტელეკამერები აფიქსირებდა გასაუბრებებს, რა ვიხილეთ, რა მოგცა, რამდენი რეორგანიზაცია განხორციელდა და საბოლოო ჯამში შეკვეცილი შტატების შემდეგ ვიხილეთ რაღაც ყველაზე მეტად დასაქმებული ქუთაისის მერია. მე მაინტერესებს დავიწყოთ თქვენგან ბატონო ზურაბ, რამდენი კომისია გახსოვთ ესეთი და კომისიის შედეგები მუშაობის. მახსოვს ერთი კომისია აი კიბლაძე და ეს პერიოდი რომ იყო გიორგიაძე რომ მოვიდა 2004 წელი იყო მულაძე იყო მაშინ გუბერნატორი, თუმცა მე ვერ ვიტყოდი რომ ის კომისია იყო, ის იყო ფაქტიურად ფორმალური კომისია, რომელმაც შეასრულა ის დავალება, რაც იყო მითითება, რომ ხალხი გაეშვათ და რაღაცები თავისუფლებაზე გაეკეთებიათ. თუმცა ამისი მოლოდინი რომ გქონდეს ეს კომისიის არსებობის ვარ ვიტყოდი ამ კომისიაზე და მუშაობდი ამ კომისიაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სულ სხვა მიმართულებით წავიდა. გასაგებია ეს მოაწყობები, რომ ვიღაცებმა დააკომპლექტა, გასაგებია მესმის, მაგრამ ერთი კაცი ვინ არის? არ ვიცი, თქვენ თუმცა მე თავში თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმათარი კომისიის წევრი ამ შემთხვევაში, რომელიც ყველაფერს გამოვიდა სააშკაროზე. ჩემი მოთხოვნა რომ კომისია გამჭირვალობის მიზნით უნდა იყოს წესით დასასია, უნდა იყოს მთელი პროცესი, ანუ გასაუბრება მხედველობაში ყველა კანდიდატის მოსმენის გადაღება უნდა მოხდეს
შევთავაზო გუშინ კომისიის თავმჯდომარესთან რადგან კომისიას ყავს კიდევ საპრეზიდენტო კომისია. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება საპრეზიდენტო კომისიაში და საპრეზიდენტო კომისიის შემდეგ ისევ კვლავ ბრუნდება ეს კომისიაში, თუმცა მოქალაქეს ნებისმიერ კანდიდატს უფლება გააჩივროს თქვენ მოწმობილი ხარ რადგან საპრეზიდენტო კომისია განიხილავს და რაიმე შეცვლილ გადაწყვეტილებას მიიღებს. შემადგენლობა ხო არის ვინ არის საპრეზიდენტო კომისიის შემადგენლობა არის, თუმცა მე სხვა რამეს ვამბობ. ამის შემდეგ ნებისმიერ კანდიდატს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში კომისიის გადაწყვეტილება. როგორ გაასაჩივრებს სასამართლოში კომისიის გადაწყვეტილებას თუ არ გვექნება ვიდეო ფირი და გვეცოდინება კანდიდატმა რა ისაუბრა. მოწმიან ამ შემთხვევაში იქნება საბულოს მიერ შექმნილი კომისია 7 კაცი და იქნება ერთი კანდიდატი. ანუ ფიქრობთ ახლა რომ ეს იყოს ტელეკამერების თანდასწრებით? ჟურნალისტები ყოველ საათში, ყოველ 20 საათში მიიღებენ ინფორმაციას და გასაშვიკებლად ექნებათ მასალა პროცესის შესახებ, თუმცა დღის ბოლოს დამთავრდება ეს კომისიის მუშაობა, მთელი ფირი იქნება ყველა კანდიდატის თავიდან ბოლომდე გასაუბრების შესახებ ინფორმაცია. ეს იქნება საჯარო, რა თქმა უნდა, და ყველას ექნება უფლება ამოიღოს ყველა კანდიდატის შესახებ და ნახოს ვინ რატო გავიდა. საიდან მივიღეთ ჩვენ პროდუქტი ქალაქის მერე. დაიჩაგრა თუ არა სხვა. ამაზე საუბარია. კომისიებთან დაკავშირებით რამდენი კომისია შეიქმნა, რამდენი ორგანიზაცია განხორციელდა და რამდენად მოიტანა შედეგი. თქვენ როდესაც საკრებულოს წევრი ყავით, ვიდრე ქართულ ოცნებას ჩაუდგებოდით საკრებულოში, ყოველთვის საპროტესტებდით ასეთ კომისიებს, ამ კომისიების მუშაობას ზოგადად არასდროს არ გჯეროდათ. აი ხა რამდენად გჯერათ, რომ ეს კომისია შეასრულებს თავის დანიშნულებას. მე გეტყვით ხა შინაგანი სხვა არსებობს რაღაცა კომფორტულად არ უნდა გრძნობდეს მაგდელაძე ამ კომისიაში თავს. მე ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ ჩემი შინაგანი დაუშვათ უკმაყოფილება გავასაჯარო, იმიტომ რომ იყოს ესეთი თემა, რომ ხა მე ვიღაცა ყურში ჩამიჩურჩულა, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი
ურები ისმის, ხო? დღეს რომ ახლა ვინმე თქვას, რომელიმე აი ამ ეთერში თუნდაც რომ აი ეს კანდიდატურა მაინც გადაწყვეტილია ყველა ვატარებთ კონკურსს, ხო? ამაში ვარ დარწმუნებული რომ ასე არ არის, ხო? ზურა ხურციძე რომელიც მე ჩემ თავს მიცემ უფლებას და რაც თქვა წეგან ზურა აი ძალიან ჯიხაში მონაწილეობდა და ვიცი და ცოტა პოლიტიკურად შეება სკანდალი ყოფილიყო რომ ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, ხო? მართლა რეალურად ამ კონკურსს უხელმძღვანელა, ხო? ანუ რაღაც მაგალითები რაც მომყავს მაძლევს იმის საფუძველს რომ დღემდე რაიმე ისეთი არ ხდება რომ რაც დისკომფორტ შემექმნიდა შინაგანს თუ რაიმე დისკომფორტს ვიგრძნობ შინაგანს ხანდახან უპავს ეს თვისება მაგრამ აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი რა ჯერჯერობით მე არ მაქვს არანაირი საფუძველი რაიმეზე თქვა რომ ახლა ასე კი არა იმაზე ნათქვამია და ყველა ტარდება კონკურსი აი ძალიან ბევრი ერთი პერიოდი საუბრობდა გიორგაძის თემაზე ახლა საუბრობენ კოპალიანის ანუ თურმე ვინმეზე არა აი ვის სახელდება მე ერთი გვარები გახსნილად ვიტყვი ხო რაც შინაგანი მასში მაქვს ხო ხა ნაკლები შანსი ექნება ხა არ გამიგოთ ხა რომ ვინმეს დაბლოკოს ვაპირებ მაგრამ ბუნებრივია და რეალურია რომ ნაკლები შანსი ექნება ნაციონალების წიაღიდან წამოსულ კანდიდატს იმიტომ კი არა რომ დააბლოკავთ უბრალოდ დღეს არის აი ეს დღეს არის მაინც საზოგადოების ეხლა ხოიცი რომ ამ თემას ახლა რომ თქვას ხანაერად არ ვიქნები გულწრფელი ხო იმიტომ რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არ არის რომ ისევ ნაციონალების წიაღიდან წამოსულმა მერმა აიღოს სადავები ქუთაისის ემუქრება თუ არ ემუქრება თუ იქნება ხურის უფროსებს თანამშრომლებს რომლებიც ასევე ნაციონალური წიაღიდან არიან მოსული იმ ხელმძღვანელებს რომლებიც სამუშაო დროის ხარჯზე ბოროტაც სარგებლობდნენ და თუნდაც მიზის ორი ადამიანი ეთერში რომლებიც ცემატ ყეპაში იყვნენ ბოლო პერიოდში გადასული რომ არ შეეშვათ საკრებულოს ხმამაზე და აორგანიზებდნენ სამუშაო საათების ხარჯზე როგორც წაეყვანათ ხალხი თბილისში როგორ მოეყვანათ ზონდერების საკრებულოზე როგორ ხო ანუ ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ანუ ისინი
სამსახურის ხელმძღვანელები კი არ არიან, ან თუნდაც შევა არ არიან სამსახურის ხელმძღვანელები, მაგრამ ბოდიში ამ სიტყვაზე რომ ხმარო, მაგრამ ადამიანი როცა ნაგლად ნაციონალების მაისურით დადის სამსახურში და ამას არ ერიდება და იყენებს სახელმწიფო სამსახურს რომელიმე პოლიტიკური გუნდის რეკლამისათვის და მავნეთ იყენებს სდის შტატებს ამატებს არ არსებულ შტატებს და ნუ ქუთაისის ბიუჯეტს იმხობს თავზე ასეთ ადამიანს ახლა და ასეთ ადამიანებს ეს ხელმძღვანელი იქნება თუ არ იქნება ხელმძღვანელი ნამდვილად ვიტყვი რომ ნაკლები შანსი აქვს დარჩეს შემდგომში ამას არ უნდა ხა მოკიბვა რა მაგრამ ადამიანები რომლებიც პოლიტიკა მათი ნიშანი არის პროფესიონალიზმი და შეიძლება ისინი ნაციონალებს უჭერდნენ ხარს მაგრამ არიან პროფესიონალები და არასდროს ზონდერობა თავის თავზე არ აუღიათ ხო ასეთ ხალხი არის ძალიან ბევრი არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმის გამო რომ ვიღაცა შემოხაზა ნაციონალი ვიღაცა ჯეროდა მართლა ამ გუნდის და არის პროფესიონალი მაგრამ ბოროტად არ იყენებდა ამ სამსახურს არ ზონდერობდა და საკრებულოს ხდომაზე მისულ ადამიანებს რომლებსაც საშვის გარეშეც აქვს უფლება რომ დაესწროს და საშვიან ადამიანებს არ უშვებდა და კიბეზე უმართავდა ხელჩართულ ბრძოლას არ უმართავდა უბრალოდ სწორად ხო აი ეს ადამიანებს რა თქმა უნდა არავინ არ ემუქრება პროფესიონალები ვინც არიან და ეს უნდა ეს კულტურა უნდა დავნერგოთ პროფესიონალი სამსახურიდან არ უნდა გაუშვათ იმიტომ რომ პროფესიონალის გაზრდას და შექმნას სჭირდება დრო და საშუალო გოლი რომლებიც არიან პროფესიონალი რომლებიც გაბერილ შტატებში არიან ძირითადად გაბერილ შტატებში ვინც არის იმ პროფესიონალსაც უკარგავს მოტივაციას იმიტომ რომ გამოდის რომ ბევრ შემთხვევაში ერთი და იგივე ხელფასი აქვს ზონდერსაც და პროფესიონალსაც ანუ ეს თანხა იყოფა ისე რომ ესე მოტივაციას კარგავს პროფესიონალი ზონდერის ფუნქცია არის არჩევნების დროს იყოს აქტიური პროფესიონალის ფუნქცია რომ ქალაქი და ის სამსახური დღეს მის ბეჭებზე და მან იმუშაოს და ამაში იყოს ანაზღაურება ხო ამიტომ ეს ჩაიხსნას ეს თემა მაგრამ ეხლა თუ ვინმე პროფესიონალი დღესაც კი რჩება ნაციონალების მომხრე ეს იმას არნიშნავს რომ სამსახურიდან უნდა წავიდეს რა გავუტანმან თქვენ შეფასება როგორი იქნება გავაგრძელებ ფაქტურად მამუკას და კანდიდატები თქვენ ვინც მენიათ ჯერ პირველ რიგში
იმაზე, რომ ემუქრება თუ არა ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან სამსახურის უფროსები თუ ვიცე-მერები თუ ასე შემდეგ, ამ ორგანიზაციის შემდეგ სახლში წასვლა ჯერ პირველ რიგში ეს გადასაწყვეტი იქნება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ საკონკურსო საატესტაციო კომისიის, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და ასობით ადამიანის პირადი ბედი და ქალაქის მომავალი არის ამ კომისიაზე დამოკიდებული და ამავდროულად აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკას იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველა დემოკრატიულ, ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში უვლიან და სათუთად ინახავენ დაახლოებით ბიუროკრატიას, რომელმაც იცის რა უნდა აკეთოს, იცის თავისი საქმე. ის არის პროფესიონალი და რამდენი პოლიტიკური გუნდი შეიცვლება იმდენი დამლაგებლიდან დაწყებული ვიცე-მერით დამთავრებული არ იცვლება, ხო? აი ეს კულტურა აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში მუდმივად იქნება ქაოსი, მუდმივად იქნება არაპროფესიონალიზმი. ხოლო რაც შეეხება სამსახურის ხელმძღვანელებს, რომლებსაც მე პირადად დამნაშავეებს ვსახე, აუცილებელი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული კონდეს ადამიანს ჩადენილი. არის დამნაშავე ჩინოვნიკი, რომელიც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თანამდებობას. ის წარმოებული მონიტორინგი, რომელსაც 5 თვის განმავლობაში ადგილი აქვს ჩვენი კოალიციიდან. მე პირადად მაცილებს იმის საფუძველს თქვა, რომ წლების განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით აჩვენებდნენ და ხრავდნენ, ჭამდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს. ამ ადამიანების მიმართ თუ კი სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდა, სახლში გაშვება ამ ადამიანებს სამსახურთან გამომშვიდობება, ეს უნდა იყოს მათთვის საოცნებო რამ. იმიტომ ისინი მე ვთვლი, რომ არიან დამნაშავეები. აღარაფერს ვამბობ იმ სამართლებრივ დანაშაულზე, რომელსაც მათ ჩადენილი აქვს როგორც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და წარმომადგენლებს, რომლებსაც არაერთ დარბევაში მემარს ვაცხადებ ხმამა მთელი პასუხისმგებლობის. მათ შორის 26 მაისის აქციებში ქუთაისის მერის ზოგიერთი სამსახურის ხელმძღვანელი თავად ღებულობდა მონაწილეობას 26 მაისის დარბევაში და მეორე დღეს საბარგულიდან გადმოქონდათ სისხლიანი დუბინკები, რომლითაც ამაყობდნენ. ასეთი ადამიანების ადგილი არათუ სამსახურის უფროსად. მე ვთვლი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იზოლირებულიც კი უნდა იყვნენ საზოგადოებისგან. და საზოგადოება ძალიან კარგად იცის, რაც შეეხება კანდიდატებს და თქვენ საუბარი არის არაერთ
კანდიდატზე ნამდვილად საუბარი. მათ შორის აქ იყო საუბარი გიორგაძის საკითხზე, იყო ყოფალიანის საკითხზე, არის საუბარი ქართული ოცნებიდან, არის ბალანჩევაძეზე, რომელსაც თქვენ ლობირებთ, ამბობენ ვრცელდება ეს ინფორმაცია. არ წარმოვადგენ იმ დონის არ ვიცი ჩემ თავს იმის უფლებას ლობის რომ ვიღაცის ლობირება შემეძლოს ნეტამ შემეძლოს თუ არა მე ნამდვილად ორი ხელის აწევით ამ ადამიანს გავუწევდი ლობირებას იმიტომ რომ მიმაჩნია ეს არის ძალიან პატიოსანი ამ ქალაქში შეყვარებული მეორე ადამიანი მედიას რეკლამაში მაგრამ არ წვენია თუ კი ამას სიტყვის ვინმე იჩები მეგობარი აბაში არაფერი არ არის მაგრამ პოპულიზმის კოდექსი საუბარი არის სხვადასხვა გვარებზე აგერ კომისია უკვე ხედავ შემსრულებელზე თქვა რომ ადვილად შესაძლებელია ნიკო გაჭგაჭიშვილმა შეიტანა განაცხადი რამდენად არის მასალადნელი ჩვენ კანონი იმას არ აკრძალავს თუმცა თუ გავითვალისწინებთ ის ნაციონალური ბიოგრაფიას და არა ბატონმა ნიკომ რაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მედიასთან გააკეთა კომენტარი რომ ის ნაციონალი და ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი არასდროს არ ყოფილა ძალიან ცალსახად ვიღაცას თავის დროზე დაეფიქსირებია რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი. როდესაც შენ იკავებ საჯარო თანამდებობას და ხედავ რა ხდება ქვეყანაში. ის რეჟიმი, რომელსაც მე პირადად დანაშაულებრივ რეჟიმს უწოდებ, წლების განმავლობაში არ ღვევს კონსტიტუციას, არ ღვევს ადამიანის უფლებებს. აი ყოვლად უკანონო დანადგურებს შენი ქალაქის ბიუჯეტს, ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შენ არ გამოთქვამ პროტესტს. ერთია რომ არ გამოთქვა მხარდაჭერას. მაგრამ შენ როგორც მოქალაქეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნებს. გაქვს ვალდებულება თუ კი ხედავ ქვეყანა იქცევა ამის შესახებ განცხადება ნამდვილად უნდა გააკეთო და არა 1 ოქტომბრის შემდეგ. როდესაც ძალიან ადვილია განცხადების გაკეთება. 1 ოქტომბრის შემდეგ ქუთაისში მხოლოდ პატრიოტები მოგვიმრავლდნენ. ერთი ინფორმაცია უნდა გავაჟღერო და შემდეგ ჩვენი გადაცემა სრულდება და გექნება საშუალება რეპლიკებისთვის. უკვე დაანონსდა როგორც კი დაინიშნება ქუთაისის ახალი მერი დანიშნვის დღესვე ქუთაისის მერის გუნდი რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი
წერდა მოიაზრება იმ პერიოდის გუნდის წევრებად, ისინი ოფიციალურად დაწერენ განცხადებების შინაარსი იქნება საკმაოდ სკანდალური და გეგმავე შოუს და PR აქციებს ამაში ნაციონალურ მოძრაობას ბადალი არ ყავს. ანუ რამდენად არის და ისინი თავად გამოუცხადებენ ახალ მერს ბოიკოტს თანამშრომლობაზე უარს ეტყვიან, როგორ უყურებთ ამას, როგორ შეაფასებთ. დავიწყოთ ბატონო ზურაბ, თქვენგან ქალბატონი მან და მამუკა დაასრულებს. კარგი, მე მაშინ შევაფასებდი ამ თქვენ ბოლო კითხვას ამ მოსალოდნელი აქციის თაობაზე. ამათმა უკვე ერთხელ შეეცადა და გაფიცვა გააკეთეს, მაშინ თქვი რომ სერბულად შემოვიდოდა ამ შენობაში უბრალოდ თავისუფლად იქნება და ამდენი ხალხი ნამდვილად აღჭირდება. მერია ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, თუმცა იმდენი დარჩაში საკმარისი იყო ის ხალხი. რაც შეეხება რეორგანიზაცია, მაინც უნდა მოხდეს, ძალიან ბევრი სამსახურიც შეიკვეცოს, რადგან დუბლირებები ხდება. ძალიან ბევრი 825 კაციდან ძალიან ბევრი უნდა წავიდეს. ამას კონკურსი წარმართავს, თუმცა აქციისათვის არა მარტო ქალაქის მერია, არამედ კომისიაც იქნება მზად, რადგან კომისია მოქმედია. მიესალმოს ასეთ აქციას და სოლიდარობა გამოუცხადოს მათ. ახლა ძალიან სასიამოვნო ფაქტი იქნება თუ თავის ხელით დაწერენ განცხადებებს და მისცემენ საშუალებას ქალაქის მერს თავისუფლება არ მოუწიოს. თქვენ პოზიცია. არ ვიცი, ახლა ნაციონალური მოძრაობიდან შოუ არავის არ გაუკვირდება. თქვენ სწორად აღნიშნეთ წლის მანძილზე ფართო ეკრანზე უყურებთ. ერთ დიდ შოუში გვაცხოვრეს და ჩვენ ახლა გვახსოვს ქალაქის მერის იმპიჩმენტის დღე, სადაც იყო მათი მხრიდან, თუმცა ვიტყოდი საკმაოდ უნიჭო დადგმული შოუ. შედეგით პატრიოტებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მორალურ ფსიქოლოგიური ომი როგორ ჟურნალისტი ნაციონალურმა მოძრაობამ იმ დროს მოიგო, იმიტომ რომ პატრიოტები დარბაზიდან გაიქცნენ. ამ დღეს თვალი ვერ გაუსწორეს. რომ გამარჯვებული არ ყავდა მათ შორის არც არ ყავდა. ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა მაგ შემთხვევაში. გეთანხმებით ხო? მაშინ პატრიოტები და რომ არა იქ და პატრიოტების სიმპათია გაქვთ. მე მგონი
სხვა რამე ის იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება გადაზიანიყო უმარტივ ბატონო დაპირისპირებაში სერიოზული ტრაგედიული რაღაცა ტრაგედია დამდგარიყო. ამიტომ ძალიან სწორი იყო იყო სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ იცოდნენ რომ შეიძლება ყოფილიყო და აუცილებელი გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა და ჩვენ საჯარო მოხალხეებს მეტი თმენა მოგვეთხოვება, ხო? მე ჩვენ ჩემ თავს არ გულისხმობ მე როგორც მოკალაკეს და სარასამთავრობო ჩემი ვალდებულებები გამაჩნია მათ თავისი ბატონო მამუკა თქვენ პოზიცია და ამით დასრულდება დღევანდელი თოქ-შოუ საჯარო ვისარგებლებს შემთხვევის და ორმაისობის ლამაზ დღეს სასწაულს რა შეეხება ბოიკოტის გამოცხადებას და უარს ახალ მერის პირობებში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან. როგორ უყურებ? არც ვაპირებ მაგაზე შეფასება გავაკეთო ორმაისობის მოლოცვა მე ვფიქრობ პარე დღეს უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო და იმედები უნდა მივცეთ ყველასთან რეალური ერთი რეპლიკა გამიგეთეთ აქ არის მოთხოვნები ანუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ქუთაისის მომავალი მერი ენები ქართული წერითი უნარები ძალიან კარგი მეტყველება ძალიან კარგი ვინუჩიო და რომელიც წინამერი უჩიო და წერით უნარობას და ნაკლებ მეტყველებას არა უბრალოდ ერთ-ერთი მანამდე დამატებული არისო და ეხლა იცით რა არის ერთ-ერთი აუცილებელი და კანონის მოთხოვნა ჩავთვალოთ ფორმალობა მაინტერესებს რომელი თუ მარტო აი ქუთაისში ხა ენის მეტყველება მეტყველების კუთხით ალბათ ეს კომისია ვერ დაასრულებს მუშაობას თუ მარტო ეს იქნება კრიტერიუმი არავის არ უგვალავს ენა და ქუთაისის სამოქმედო პროგრამისტვის არა უმეტეს 1200 სიტყვა საკმარისი იქნება პროგრამა რო წარმოადგინოს 1200 სიტყვა მართლაც არა ცოტა 1200 სიტყვაში ადამიანის ხედვას ნამდვილად შეიცნობა ხა ეს ამას სერიოზულად გიპასუხებ 1200 სიტყვა მართლაც შეიძლება ადამიანისთვის იყოს შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. ამაში მართლა ვხედავ იუმორს. კომპონენტი 1200 სიტყვა არის 5 გვერდი და კანდიდატს შეიძლება 10 გვერდი წუთი პროგრამის წარმოსადგენად დანარჩენი კითხვა პასუხი სულ ნახევარსაათიანი რეჟიმში იმუშავებს ერთი კანდიდატი 10
15 წუთი საკმარისია იმ 5 გვერდის ნორმალურად გასაგებიანაზე წარმოსათქმელად თუ არის 1000 სიტყვა და პროგრამა მე ვიცი ძალიან ბევრი თორემ თქვენ ახავთ პროგრამა იქნება წარმოდგენილი ძალიან ბევრი კანდიდატისგან ამოღებული წინასაარჩევნო პროგრამებიდან რომელიც მე საერთოდ არ მაინტერესებს როგორც კომისიის წევრს მე მაინტერესებს კომისიის წინაშე კანდიდატის წარსდგეს იმ სამოქმედო პროგრამით რაც ქალაქის კონკრეტულ პრობლემას ეხება მის გამოუწვევი მიზეზებს ეხება და მის გადაჭრის გზებს მოიცავს ეს უნდა ჩაადოს მოიწორა დიდი მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას მოკლედ ქუთაისი დიმიტრი გელოვანის მოლოდინშია მე კომისიის წევრებს ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ და მინდა რომ ნაკლები კითხვები დამრჩეს და ამ ახალ დიმიტრი გელოვანს აღმოაჩენს და ამ სტუდიაში ნაკლები კითხვების დასმა კონდეს გელოვანი ანუ გულისხმობს რომ ქალის და კაცის ქალი მე არ გიყოლება ნამდვილად ეს ცნობილია იმიტომ რომ ცნობილია ვინ იქნება ქუთაისის მერი კონკურსის გარეშე ეს იყო თოქ-შოუ გრიფით საჯარო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს გადაცემა მიყავდა ჟურნალისტ ნანა თვალობეიშვილს გრიფით საჯარო ჩვენ ვამჯობინებთ დუმილს საუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე